თრომბოციტოპენია, მალაიური მანია და მალაგა გადასხმული ჰორიზონტი 31-სა და დამდეგს შორის. ჩემი აზრით, სისხლი არის ჭკვიანი, რაღაც წებოს გამოიმუშავებსო შესახორცებლად, მარიცა. ასეთი თავგანწირვა მჭირდებოდა, ზუსტად ასეთი. ალმასზე დაღვრილი თრომბოციტებით და შედედების დავიწყებული უნარით, შეერთების, შერიგების, ზუსტად ასეთი თრომბოციტოპენიით და გაზიარებით, გაზავებით მასთან, რომელიც ბლანტია და წითელი. მე ვარ ცუდად, მაგრამ არის რაღაც, რაც კარგად ვიცი. ვიცი მჭირდება ნარინჯისფერი ტონების ამზარეულოში. ახალი, უცნაური ფერის დღესასწაული მჭირდება. მითხრან, რა საშინლად უწერ, როცა ღვინო ბლანტია და წითელი. როცა ამებიოზი ადამიანების პატარა სასიკვდილო დაავადებაა და არ ესმით, რასაც ყენია. მე არ მესმოდა, როცა ვიყავი შეპყრობილი. ამოკით, ავადდება ყველავისი დახმარებაც მჭირდება და მე ვხდები პაციენტი, უფსკრულის, ან ჩიხის ან გემის დამატებითი რეისის, მეორე კლასის მე ვხდები. ჩემი ფიზიონომია თანდათან უახლოვდება კანშემოსილ კარკასს და ზუსტად ვიცი, აღარაფერი შეიცვლება. აღარც ხერხემალი 18-სა და 17-ს შორის შეშუპებით თუ მარადიული ჩავარდნით, არასკსით, არაფერი. გარდა იმის, რომელიმე გაზაფხული მასზე დააშენებს ტყემელს ან ალუბალს. ყვავილი იქნება თხელი და აქროლადი. და მე ნიავის სურვილს აყოლილი, ნიავის სურვილს, ფერფლი, ნეშომპალა რომელიმე გაზაფხულამდე. როცა ჩემი ღია მტევნები გაიწვდებიან ზეცისკენ და როცა კვირტები დაფარავენ მარტივ სიმორცხვას, აი ამ ძვლების, აი ამ, რომელიც ახლა ღია წვით მგზავრობს, აკრავს კანი და ვერ ფარავს, იანვრისკენ ბუდის ძირში დავარდნილი ბეღურის ცახცახს, როცა ღვინოსაც შეუძლია იყოს ბლანტი და ღვინის ფერზე ბევრად წითელი, სისხლმდენი ალმასების იქით, გამჭოლი მინების, ყველაფერი ლალისფერი ჩანს, უნიჭო, ნისლიანი ჰორიზონტებიც.